თავი მე-16. ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ რწმენაში. სინაგოგიდან მოკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურა. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე. მაგრამ ეს გითხარით, რათა როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მithქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა და არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ. თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშის მცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. და როდესაც ის მოვა, ამხილებს წუთისოფლს სოდვის, სიმართლის და სამჟავროს გამო. სოდვის გამო, რომ არ მიწამეს. სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ. სამჟავროს გამო, რომ თავარი ამ წუთისოფლის ამ მსჯავრდებულია. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია, ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ მეთქი. ცოტაც და ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ. რამდენიმე მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა. ამას რას გვეუბნება? ცოტაც და ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო. ასე ლაპარაკობდნენ. ამას რას ამბობს ცოტაცო? არ ვიცით რას ამბობს. მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ და უთხრა მათ. იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი ცოტაც და ვერ მიხილავთ და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მეთქი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. იტირებთ და ივალალებთ. წუთისოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა, ხოლო ბავშვს რომ მშობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა წუთისოფელში. თქვენს დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული და თქვენ სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ. იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც თხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როდესაც აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რა კი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი. მამისგან გამოვედი და წუთისოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მივდივარ მამასთან. მისმა მოწაფეებმა უთხრეს. აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავით არ იგავს არ ამბობ. ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმე მკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგან გამოხვედი. მიუგო მათ იესომ. ახლა გწამთ? აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე წუთისოფელს.